ვილაპარაკოთ სახის მოვლაზე და კერძოდ შემავსებლებზე და ფილერებზე და ვიცით რომ ქალების გარდა მამაკაცებიც ხშირად ხმარობენ ამ პროდუქციას და დღეისათვის ჩემთან გადაცემაში მოვიწვიე კომპანიას კინოთეკას დამფუძნებელი მშვენიერი თათა მორჩილაძე და ასევე მშვენიერი ქალბატონი ექიმ-დერმატოლოგი ლიკა ბარელაძე. თათა როგორ ხარ პირველ რიგში? გამარჯობა და დიდი მადლობა რომ დრო გამონახე და გვესტუმრე. მე შენ ცოტა სხვა კუთხით გიცნობდი, ადრე ფეშენ ინდუსტრიაში მუშაობდი, მახსოვს და ძალიან წარმატებულად. ეხლა კი დაგიფუძნებია კომპანიას კინოთეკა და რა თქმა უნდა პირველი შეკითხვა თუ რა კომპანიაა ეს და რას ემსახურებით? მადლობა ნათი და ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის, რა თქმა უნდა, შენი ნახვა ყოველთვის სასიამოვნოა. მადლობა. რაც შეეხება კინოთეკას, კინოთეკა დავაფუძნეთ დაახლოებით 2 წლის წინ, ცოტა მეტის. ეს არის კომპანია, რომელსაც ჩამოაქვს ევროპიდან ძირითადად, პრინციპში ძირითადად არა, ევროპიდან ჩამოაქვს საინექციო და კოსმეცევტიკური პროდუქცია, ანტი-ეიჯ და თავის მოვლისთვის. ჩვენ თანამშრომლობთ ამ ეტაპზე იტალიასთან და ესპანეთთან და გვაქვს ასევე მოლაპარაკება შვეიცარიულ ერთ-ერთ კომპანიასთან. მე რაც შევედი და ვნახე არაჩვეულებრივი ვებგვერდი გაქვთ, ანუ სადაც აი ყველაფერი ესე ნათლად არის, თავის მოვლის ძალიან ბევრი საშუალებები გქონდათ და რა თქმა უნდა ეს საინექციო პრეპარატებიც და ძალიან მომეწონა. მადლობა. კი, საიტს ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევდით თავიდანვე და მართლაც სრულყოფილი ინფორმაციის მოპოვება შეიძლება ჩვენს შესახებ. ასევე საიტის ერთ-ერთი ბენეფიტი არის ის, რომ გამჭვირვალე ინფორმაცია არის ყველა მომწოდებლის შესახებ და ამ ეტაპზე სამივე მომწოდებელი, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ, არის იმათი ნახვა შეუძლიათ მომხმარებლებს, იგივე ექიმ-კოსმეტოლოგებს, დერმატოლოგებს, შეუძლიათ მათი ვებგვერდების ნახვა თუ სად იწარმოება ეს პროდუქტები, ყველანაირად მისამართი და ასე შემდეგ, რადგან ვიცით, რომ ზოგადად ბაზარზე არსებობს პროდუქცია, რომელსაც აწერია Made in Italy, Made in France, მაგრამ რეალურად ასე არ არის, კი. ეხლა შენ მოიტანე ფილერის სტილემა, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ, ესეც იტალიური ბრენდია, რამდენადაც მე ვიცი. ვნახე რომ საიტზე 4 სახეობა გედოთ. და ეხლა ექიმ-დერმატოლოგს მიმართავ კითხვით, ანუ სტილემა გიწერიათ მომდევნო თაობის ფილერი. ანუ რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს მომდევნო თაობის ფილერი? რითი განსხვავდება, აი ვთქვათ, ეხლა არსებული ან ცოტა ძველი თაობის ფილერებისგან? მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებსაც. ფილერები, როგორც ვიცით, შემოსავლები ყველა არის ჰიალურონის მჟავის შემადგენლობით. განსხვავება ჩვენს შემოსავლებში არის ის, რომ აქ დამატებულია ორი ამინომჟავა, ეს არის გლიცინი და პროლინი, რომელიც კოლაგენის შემადგენლობაში საკმაოდ დიდ ადგილს იკავებენ. აბა ხა ესე რო ვთქვათ, რომ მსმენელისთვის რას ნიშნავს პროლინი და რას ნიშნავს გლიცინი? კი ბატონო. ნახეთ, გლიცინი არის ამინომჟავა, რომელიც კოლაგენის ჯაჭვში ყოველი მესამე ადგილას დგას, ანუ ყოველას დიდი რაოდენობით შეიცავს გლიცინს თვითონ კოლაგენის ჯაჭვი. რაც შეეხება პროლინი და გლიცინი, მათი ურთიერთქმედება, ანუ პროლინი მუშაობს უშუალოდ ელასტიურობაზე და სინთეზის სტიმულაციაზე, რომ კოლაგენი მაქსიმალურად კარგად დასინთეზდეს და ჯაჭვი იყოს სწორი. ანუ გარდა იმისა, რომ თქვათ ჰიალურონი შეავსებს ზონას, აი როგორც შემავსებელი, გლიცინი და პროლინი უზრუნველყოფს იმას, რომ ხანგრძლივად მიმდინარეობდეს კოლაგენის სინთეზი. როცა მოხდება ჰიალურონის დაშლა და სრულად გამოდევნა, ანუ ქსოვილის სინთეზი რომ დარჩეს და აი ზონა, ვთქვათ, რა ზონაზეც ვიკეთებთ, ბოლომდე, ვთქვათ, არ ჩავარდეს, ვთქვათ, ხვირტუჩის ნაოჭი ბოლომდე არ ისევ არ დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას და უფრო გაუმჯობესება იყოს ქსოვილის სინთეზის ხარჯზე. აჰა, ესე იგი ეს ორი კომპონენტი გამოარჩევს ამ ფილერს და იმიტომაც ეწოდება მომდევნო თაობის ფილერი. გასაგებია. ეხლა კიდევ რა მაინტერესებს? ანუ რამდენად აი ბუნებრივი ეფექტი მიიღწევა ამ ფილერით? ეხლა ვიცით რომ ეს გადაშეშებული პლასმასის სახეები, რა ვიცი, როდის იყო ტრენდული, მე არასდროს მომწონდა, მაგრამ ნუ ხო იყო პერიოდი. აი რამდენად ბუნებრიობა ნარჩუნდება სტილემას გაკეთების შემდეგ?
სტილემას აქვს 4 სხვადასხვა სიმკვრივის შემოსავალი. თვითონ ჰიალურონიც არის ძალიან სუფთა, გაწმენდილი. ამიტომ აი ყველა ზონაზე ინდივიდუალური მიდგომით მუშაობთ და შესაბამისად ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ადამიანი გამოიყურებოდეს ბუნებრივად და არა ვთქვათ აი ესეთი ზედმეტი მოცულობებით იყოს სახე. და აი რა საკიდან შეიძლება რომ დავიწყოთ ამ ფილერის ხმარებას? დასრული ქალბატონებისთვის უფრო რეკომენდირებულია თუ ახალგაზრდული ასაკიდანაც? ანუ ეს რა თქმა უნდა 18+, რა თქმა უნდა, 18+-იდან შეგვიძლია რომ მოვიხმაროთ. კი ბატონო, შეიძლება პრობლემის მიხედვით. კიდევ რა მაინტერესებს, აი გვერდითი მოვლენები ხომ არა აქვს რამე? ანუ რადგან პრეპარატი არის ძალიან მაღალხარისხიანი, აქვს ევროპის ყველაზე უმაღლესი სერტიფიკატი MDR-ი, ანუ ზუსტად ვიცით რომ არის აბსოლუტურად უსაფრთხო, იწარმოება ევროპაში, იტალიაში, ამიტომ აი გვერდითი მოვლენები პრაქტიკულად არ აღინიშნება. და აი რამდენი ხანი ნარჩუნდება ეფექტი? ეს მნიშვნელოვანია. დაახლოებით 9-12 თვე. ანუ რადგან არის ბუნებრივი, რა თქმა უნდა, დიდხანს ვერ გაჩერდება, ორგანიზმის იმუნური პასუხი არის ესეთი და შლის, რა თქმა უნდა, როგორც უცხო ნივთიერებას ისე, ამიტომ 9-12 თვე ეს არის მის მაქსიმუმი. რა ვიცი, მშვენიერი ვადა. და ეს 4 სახეობა რომ გითხრათ, მე როგორც წავიკითხე ერთი ტუჩის მოცულობის იყო, როგორც მახსოვს, აი დანარჩენი რისთვის არის განკუთვნილი? თქვათ არის ძვალზე სამუშაო პრეპარატები, რომელსაც თქვათ ყრიმალის, ნიკაპის ზონაში ვიყენებთ, არის ფლექსი ესეთი, რომელიც შეიძლება რომ ყველა ზონაზე გამოვიყენოთ, გააჩნია რა გვჭირდება, რა თქმა უნდა ტუჩის და შედარებით უფრო თხელი ფილერი, რომელიც თქვათ ბლანშირებისთვის ან ძალიან წვრილი ნაოჭების გასასადავებლად გამოიყენება. ანუ ყველა პრობლემას ვერ გებით. და ანესთეზია თუ ჭირდება თუ შეიცავს თვითონ ადგილობრივი ანესთეზიით, აპლიკაციურით, ჩვეულებრივად. თათა, შენ მინდა გკითხო, ამ საოცარ ფილერს, აი რა უპირატესობები აქვს, რითი განსხვავდება და გამოირჩევა სხვა არსებული ბაზარზე ფილერებისგან? პირველ რიგში კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რომ გამოირჩევა იმითი, რომ ნამდვილად იტალიაში იწარმოება ეს ფილერი. მე თვითონ ვარ ნამყოფი ქარხანა Collagenil Medical Aesthetics, რომელიც არის ამის მწარმოებელი კომპანია. არის რომნიდან დაახლოებით 10-15 წუთის სავალზე და ზუსტად ვიცი, რომ იქ იწარმოება, ჩემი თვალით მაქვს ნანახი. ეს ერთი. ფილერები მიეკუთვნება medical devices ჯგუფს და MDR სერტიფიკატი, ეს არის medical device-ებისთვის ევროპის მასშტაბით ყველაზე მაღალი სერტიფიკატი. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ფილერები არის უაღრესად სუფთა, ადამიანის ქსოვილთან ბიოთავსებადი, უსაფრთხო და ასევე trackable ქვია, ესე ყველა ფილერს გააჩნია თავისი კოდი, რომელსაც აუცილებლად გატანთ და ვატანთ პაციენტს და ეს ანუ თვითონ ბაზაში არსებობს ეს კოდი იტალიის ბაზაში, შემდეგ ეს მოდის ჩვენთან ამ კოდით და ნებისმიერ დროს მიუხედავად იმისა, რომ 1 წელზე მეტია გაგვაჩნია ეს ფილერები, არც ერთი ის არ ყოფილა შემთხვევა გართულების, თუ კი რაღაცა მოხდა, ხო, აუცილებელი მოთხოვნა არის ამ ბრენდის დისტრიბუტორებისთვის, რომ ჩვენ ვაცნობოთ ეს და შემდეგ ამ კოდით ხდება გადამოწმება, როდის ჩამასქნა, როდის იქნა ეს წარმოებული, აი ამ ჯაჭვში სხვა რამე კიდე ხო არ გამოიწვია და აი ესეთი ну ძალიან ზოგადად ძალიან მაღალი ძალიან მაღალი. გარდა ამისა, მე როგორც ამიხსნეს თვითონ ეს პლასმასის თვითონ ეს შპრიცის იმასაც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ წარმოების პროცესს, რომ რაღაცა რეაქციაში არ შევიდეს, როდესაც ეს გელის ჩატუმბვა ხდება თითოეულ შპრიცში. ასევე სტილემა გამოირჩევა იმითი, რომ სტილემაში არის უაღრესად გასუფთავებული გაწმენდილი ჰიალურონი. ეს არის ერთ-ერთი მართლა უდიდესი უპირატესობა. ბაზარზე არ ვართ მსგავსი ჰიალურონის შემცველი პრეპარატებით განებივრებული.
გლიცინი და პროლინზე უკვე ვისაუბრეთ, ეს არის ზუსტად ის ფაქტორი, რის მიხედვითაც ეს ფილერები არიან მომდევნო თაობის ფილერები, ანუ მათ უკვე აქვთ დანამატები, რომელიც არა მარტო შემავსებლად, არამედ ასევე თერაპიულ სახეს აძლევენ ამ ფილერებს და კიდევ კოსმეტოლოგებისთვის ერთ-ერთი დამატებითი ბენეფიტი და უპირატესობა არის ის, რომ რეალურად სტილემას ერთი შპრიცი, რომელიც არის 1 მილილიტრი, აკეთებს 1.5 პროპორციით მოცულობას და ფართობს. ანუ ნებისმიერი სხვა რო ავიღოთ 1.5-თან პროპორციით ხდება ხო გაკეთება. და ასევე არის გამოყენებული slow cross linking ტექნოლოგია, რომელიც შედარებით ახალი ტექნოლოგია არის ფილერების წარმოებაში. ვერ ვიტყვი რომ მხოლოდ ჩვენ ფილერებს აქვს, მაგრამ ეს აქვთ მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ფილერებში გამოიყენება ეს წარმოების ტექნოლოგია. თათა აქამდე რატო არ ვიცოდით ესეთი კარგი პრეპარატების შესახებ? გქონდათ რამე ღონისძიება ან გაცნობის სახით რომ გაიგოს ფართო მასებმა რომ ესეთი კარგი პრეპარატებია საქართველოში? სტილემამ 2024 წლის ივლისში აიღო MDR სერტიფიკატი. ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც შეუკვეთა. შემდეგ აქ გავიარეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან გვჭირდებოდა ეს სტატუსის განსაზღვრა, რაც განუსაზღვრეთ ბუნებრივია და შემდეგ შემოვიტანეთ ეს ფილერები. დაახლოებით 1 წელია უკვე გვაქვს შარშან აპრილში. შარშანვე დაიწყო თვითონ წარმოებელმა კომპანიამ წარდგენის ტურნესავით, მართლა ეს ტურნე, რასაც ქვია, დაიწყო დუბაიში, დუბაი დერმას ფარგლებში და სადაც ყავდა საქართველოსდან 14 ექიმი დაესწრნენ ამ ღონისძიებას. შემდეგ ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით აპრილი-მაისის განმავლობაში თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი, ფოთი ქონდა დიდი კამპანია, ციფრული კამპანია, სადაც ეს ექიმები ყავდა ჩართული და გააცნეს ბაზარს ეს პროდუქცია და უკვე 24 ოქტომბერს თბილისში ქონდა დიდი ღონისძიება. ესწრებოდა ასევე მთელი საქართველოსდან 70 ექიმი, კოსმეტოლოგი. ყავდა წარმომადგენელი, 3 წარმომადგენელი ამ კომპანიიდან ჩამოყვანილი. ერთ-ერთი მათგანი იყო მთლიანად კომპანიის სამეცნიერო საბჭოს დირექტორი და მეორე იყო ოფიციალური ტრენერი სტილემას და მათ უკვე ჩვენ ქართველ ექიმებს აჩვენეს როგორც full face-ი, ასევე მხოლოდ ტუჩის აუგმენტაცია. ტუჩში ოღონდ ვაჩვენეთ იტალიური ტუჩის ტექნიკა, რომელიც არის პატენტი. კი, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ტექნიკა და აი თქვენ წეღარო საუბრობდით ბუნებრიობაზე. ყველაზე ბუნებრივი, ანუ ტუჩი გაკეთებული, რომელსაც არ ეტყობა, რომ ტუჩი არის გაკეთებული. აი დაახლოებით მინდა გითხრა, რომ ჩვენთან ძალიან ჭირს ეგეთი ბუნებრივი ეფექტის მიღწევა ტუჩზე. კი და აი ეს ტექნიკა აჩვენა, ანუ ეს არის მათი დაპატენტებული ტექნიკა ამ ბრენდის და ამ ქალბატონის. მაინტერესებს და თუ დაატრენინგეთ ექიმები ამ ტექნიკით, რომ აქაც კეთდება ესეთი ბუნებრივი კარგი ტუჩი. კი, ეს ამ ტექნიკით დატრენინგება მოხდა ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში იტალიაში რომში ყავდნენ 2 ექიმი ჩაყვანილი მათთან. შემდეგ ეს 70 ექიმი ქვინც ესწრებოდა. ანუ ყველა მიცის ეს ტექნიკა. და თამამად შეგვიძლია მივმართოთ, სტილემათი გაგვიკეთონ ესეთი ბუნებრივი კარგი ტუჩი. და ბარემ დავაანონსებ, რადგან ამ იტალიურ ტუჩზე ვლაპარაკობთ, ქუთაისში ვგეგმავთ ახლა ზუსტად აი ამ ღონისძიების ჩატარებას, სემინარის, სადაც უკვე ეს ჩვენი ერთ-ერთი ექიმი, თამარ ხახიშვილი, რომელიც ამ კომპანიამ უკვე აღიარა და მას გადასცეს უფლება, რომ საქართველოში ჩაატაროს ეს იტალიური ტუჩის ტექნიკა და ასწავლოს ხვებს, ზუსტად აი ამ ტექნიკით ჩავალთ ქუთაისში და იქ ჩავატარებთ დასავლეთ საქართველოს ექიმებისთვის, არა მარტო ქუთაისი, არ იქნება შეზღუდვა.
და ეხლა რა მაინტერესებს, აი ვთქვათ, მე მინდა რომ მოვიდე და ვიყიდო ეს ფილერი, შევიძინო, ვთქვათ და წავიღო მე გავაკეთებინო. ანუ ესეთი შესაძლებლობა არის, ხო, თქვენ კომპანიაში და რამდენად თუ მარტო ექიმ დერმატოლოგებისთვის არის ეს? კი, საცალო მომხმარებელი ვერც ერთ საინექციო პროდუქტს ვერ შეიძენს ჩვენი კომპანიისგან, ვერა, რადგან ნუ ამას ექიმის მეთვალყურეობა შესაძლებელი, ესე იგი მხოლოდ თავის მოვლის საშუალებები შეიძლება შევიძინოთ. მიმართავთ თქვენს კოსმეტოლოგს და ის უკვე მოგმართავს ჩვენ და შეუძლიათ ჩვენგან შეიძინოს. თავის მოვლის საშუალებები რაც ვნახე, ძალიან ბიუჯეტური და კარგი ფასები გაქვთ ამ საოცარ პროდუქციაზე, აი მართლა გავოცდი. ხო და ამიტომ ესეც ვიკითხე და მაინტერესა. აი ეს კოსმეცევტიკა თქვენ რაც ნახეთ, იგივე მწარმოებლის არის, რაც ფილერი, ისინიც ასევე რომში იწარმოება ყველა. ძალიან დიდი მადლობაა, რომ ესეთი საინტერესო პროდუქცია, ესეთი საინტერესო საუბრისთვის პირველ რიგში და ესეთი საუკეთესო პროდუქცია მოგვიტანეთ და აუცილებლად კიდევ უნდა მოგიწვიოთ თათა ლელა აუცილებლად სხვა პროდუქციითაც და აუცილებლად თავის მოვლის საშუალებებითაც, რომლითაც მე გავოცდი და ესე მომეწონა. სიამოვნებით. კი, დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა.